დღეს მოგიყვებით ეგრეთ წოდებული ნაგაზის და ფინიების ისტორიას. ასე საკუთარი თავი და ჟურნალისტები მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თემურ დოლიძემ სოციალურ ქსელში მოიხსენია. ჩინოვნიკის გაღიზიანება კი აჭარაში მომხდარმა გამოიწვია, როცა ბათუმში პროკურატურის მაღალჩინოსნებთან ერთად ჩასულ თემურ დოლიძეს ადგილობრივი ჟურნალისტები მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციას თხოვდნენ. კრიტიკა რა თქმა უნდა ყველა უწყების პრესამსახურს არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ არიან ისეთებიც, ვინც ყოფილი ხელისუფლების და მათი პიარის 9 წლიანი შეცდომები ვერ გაითვალისწინა. ერთი წამით რა კამერები გაითიშა. თემურ დოლიძე პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია. ეს კადრები კი ბათუმშია გადაღებული. ადგილობრივი მედია დოლიძეს თხოვდა პასუხს კითხვაზე, რატომ არ აკეთებდა აჭარაში მყოფი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი კომენტარს გახმაურებულ საქმეებსა და დაკარგულ მოსასმენ აპარატურაზე. პრესამსახურის უფროსი კითხვებმა გააღიზიანა და ჟურნალისტებთან პოლემიკაში შევიდა. პროკურორებს რატომ ვერ წერთ? შეგიძლიათ ესეთი არჩილ ხულაშვილის წარსულის შემდეგ პროკურატურა ჩაიკეტა. კითხვების დასმაგვრად. რასაც თქვენ დღეს აკეთებ, მე მისმოთ ამ კითხვებს, ცოტა უმისამართო არის და ამდენს უნდა ათვისნობიერებზე. თუ თქვენ პროფესიონალი მაინტერესებს საჯარო ინფორმაციას რატო არ გვაწვდის პროკურატურა? ჟურნალისტი, რომელიც საგამოძიებო უწყებიდან 20 დღეა საჯარო ინფორმაციას ითხოვს გაზეთ ბათუმელების თანამშრომელია. ნათია როყვა ამბობს, რომ სახელმწიფო უწყება არ ღვევს კანონს, როცა საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადაში არ გასცემს. რა მიზეზით ჟურნალისტებმა პასუხი ვერ მიიღეს, რადგან ღონისძიებაზე მიპატიჟების მიუხედავად მათ კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მისცეს. ცუდია ის, როდესაც საჯარო მოხელე პრესამსახურის ხელმძღვანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას აფასებს როგორც არაპროფესიონალურ კითხვას და ასე ვთქვათ ჭკუას ასწავლის ჟურნალისტებს. ბათუმში მომხდარი ინციდენტიდან მალე თემურ დოლიძემ Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსი დაწერა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა პროკურატურის პრესამსახურის უფროსის ეს პოსტი ბათუმში ჩაწერილ ინტერვიუს დაუკავშირეს. ძმებო და დებო, ფინიები დამესწიენ, ვდგევარ კავკასიური ნაგაზივით. პრესამსახური უწყების სახეა, ამიტომ ყველა ჩვენ საქმეს თუ გავაკეთებთ, პრობლემა არ იქნება. კავკასიური ნაგაზობა არაა თქვენი საქმე. ინფორმაცია უნდა გასცეთ თან ოპერატიულად. თუ კი ეს თქვით, ჟურნალისტებზე მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოთ და მაქსიმუმ თანამდებობიდან უნდა გადადგეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მერაბეშვილის პირობებში გავაგდებინეთ სამსახურიდან, იმიტომ რომ აია მარგულას უხამსი სიტყვა უთხრა. თემურ დოლიძემ TV3-თან სატელევიზიო კომენტარის გაკეთება დღეს არ ისურვა. სატელეფონო საუბარში კი ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ტრადიციული ფორმა გამოიყენა. არასასურველი კითხვის დასმის შემდეგ კი ტელეფონი გათიშა. თავისუფალი და მეც აბსოლუტურად ჩემი Facebook-ი პირადი არასამსახურეობრივი არანაირ კავშირში ჟურნალისტებმა, მაგრამ რატომღაც ვიღაცას აწყობს ეს ყველაფერი. გადანაშაულებენ იმაში, რომ პროკურატურა გახადეთ ჩაკეტილი უწყება. უკაცრავად პარალელურ არ გესაუბრებით რთული ტონით, უბრალოდ მე კითხვებს გისვამთ და მაინტერესებს პასუხი, რადგან ვერ მეწერებით, იქნებ სატელეფონო ინტერვიუ მაინც ჩავწერო და გავიგო რა მოხდა ბათუმში, იქ ჟურნალისტები ბათუმელი ჟურნალისტების გარდა თემურ დოლიძის მუშაობით უკმაყოფილო არიან ქუთაისშიც. მედიის წარმომადგენლები პროკურატურის ორგანიზებულ ერთ-ერთ ღონისძიებას იხსენებენ, სადაც პრესამსახურის ხელმძღვანელმა მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება ვერ შეძლო. არაკოლეგიალური დამოკიდებულება ჰქონდა და თამამად ვიტყვი ცოტა შეურაცხყოფილადაც კი ვიგრძენით თავი. თემურ დოლიძე იმ შეხვედრაზე იყო საკმაოდ აგრესიული ჟურნალისტებთან და საკმაოდ არათანამშრომლური ის გამოიჩინა პოზიცია ჩვენთან. მედია ექსპერტები თანხმდებიან, რომ უწყებებს მედიასთან ურთიერთობის ფორმები დასახვეწი აქვთ. სპეციალისტების თქმით, სახელმწიფო სამსახურები ვალდებულებებს სათანადოდ ვერ აცნობიერებენ. რა თქმა უნდა, მიუღებელია არა მხოლოდ თქვა ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს ტონიც, რა თქმა უნდა, რომლითაც ის ელაპარაკება ჟურნალისტებს და არის მით კარგად საკუთარი ვალდებულება გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშ ვალდებულების შესახებ. ეს კონკრეტული ადამიანი ბიუჯეტის თანხას იღებს იმისთვის, რომ შექმნას ხიდი და იყოს მედიატორი მედიასა და კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. ჩვენ ამ ვიდეოში ეს ვერ დავინახეთ, პირიქით ჩვენ დავინახეთ, რომ ის იყო ბარიერი. რამდენიმე უწყება ნელ-ნელა იხურება საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით და ეს არის ცუდი ტენდენცია. ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ ეს ტენდენცია შევაჩეროთ. საჯარო ინფორმაციის გაცემა რომ პრობლემურია, ამას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევაც ადასტურებს. 94%-დან ჩამოსული არის მაჩვენებელი 91%-მდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილებზე პასუხის გაცემის თვალსაზრისით.
თემურ დოლიძე პროკურატურაში 2013 წლის 17 დეკემბრიდან მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსობამდე. ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.